დაპირისპირება ქართული ოცნების რუსთავის ორგანიზაციაში აქტივისტების ერთმა ნაწილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და პარტიის წევრების ნაწილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა. მათი განცხადებით პარტიის წევრმა ია გოგოლაძემ აქტივისტი გიორგი მაღრაძე ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში და საარჩევნო კარუსელებში მონაწილეობაში დაადანაშაულა. გიორგი მაღრაძის მხარდამჭერები გოგოლაძისგან ცილის წამებისთვის ბოდიშს ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. ია გოგოლაძე კი აცხადებს, რომ ბრალდების საფუძველი აქვს და მზად არის საკითხი სასამართლოში განიხილონ. ბრიფინგის მიზანი იყო დაპირისპირების რუსთავში არსებული დაპირისპირების შეწყვეტა, მოწოდება იმ ადამიანებისა და მეორე მცილის წამებებზე პასუხისგაცემა და მათთვის ვადის მიცემა, ვინც ეს ცილის წამებები გაავრცელა ჩემი მისამართით, ვადის მიცემა, რომ ორი კვირის ვადაში უარყონ ეს ინფორმაცია. მე მზად ვარ, რომ სასამართლოთი უპასუხო და არა ვარ ქუჩებში აყოლე არ ვიცი მაგისი და არც ავყვები. მე რასაც ვამბობ, ეს არის 1000%-იანი და შემიძლია რომ ორმა კიდე ქვეკოორდინატორმა დაადასტუროს, რომ ის იყო იქ მაშინ და უნდოდა რომ გაეყალბებია არჩევნები, ამას არ უნდა ორი აზრი და უნდა წავიდეს სასამართლოში და იქ ვაგებ მე პასუხს.